დღეს არის უდიდესი დღესასწაული საქართველოს ეკლესიისა. დღეს არის ხსენება წმინდათა ასურელთა მამათა, რომელნიც ჩამოვიდნენ ასურეთიდან იმ დროს, როცა საქართველოს ეკლესიას უჭირდა. ჩამოვიდნენ იმ დროს, როცა ეკლესია საქართველოს ეკლესიას ემუქრებოდა მონოფიზიტობა. და ნათქვამია ქართლის ცხოვრებაში, რომ მათ შეხვდა საქართველოს კათოლიკოსი და ელაპარაკებოდა მათ ქართულ ენაზე. ესე იგი, ასურელმა მამებმა იცოდნენ ქართული ენა. და წერია ასევე, რომ ჩამოვიდნენ იმ დროს, როცა წმინდა მირონის დიოდა სვეტის ცხოველში. და დღეს მე გულითადად მოგესალმებით თქვენ ასურეთის შვილებს, მოგესალმებით ქრისტეს მიერ სიყვარულით. თქვენ ბრძანდებით უძველესი ერი, უძველესი კულტურის მქონე ადამიანები და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშვიდობა სუფევდეს თქვენ შორის. მრავალი საუკუნეა, რაც თქვენ ჩვენთან ცხოვრობთ და ქართველმა ხალხმა ძმური სიყვარულით მიგიღო თქვენ და შეგიფარათ იმ დროს, როცა ზოგიერთ ქვეყანაში იყო დევნა თქვენი ერისა. მე კიდევ ერთხელ ყველას მოგესალმებით. გილოცავთ ასურელი მამების დღესასწაულს. მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს თქვენთან ვიმყოფები და შევთხოვთ უფალს, რომ წმინდა ასურელი მამების ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს ასურელი ხალხი და ქართველი ხალხი და მთელი საქართველო, მთელი ერი, მთელი ქვეყანა. უფალმა ძალიერსათვის მოსცეს, უფალმა ნაკურთხოს ერითვისი მშვიდობით. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახები და ღმერთმა ინებოს, რომ თქვენ ხალხში შინ და გარეთ, საქართველოში და უცხოეთში სუფევდეს მშვიდობა. ხარობს საქართველო, დღეს ხარობენ ასურელი მოსახლეობა. დიდება და მადლობა უფალს, რომ გვაღირსა ამ დღეს, გამთლიან და
ასურელი და ქართველი ადამიანები. მე დიდად ვაფასებ მოღვაწეობას წინამძღვრისა სქილარქიმანდრიტისა სერაფიმესი. მისი მოღვაწეობა არის უნიკალური, იმიტომ რომ არ ყოფილა ათეული და ასეული წლების მანძილზე მოძღვარი, რომელიც უხადაგებდა სახარებას ასურელ მამებს, ხალხს. და დღეს ვითვალისწინებთ მის მოღვაწეობას და ვაჯილდოვებთ მეორე ჯვრის სტარების უფლებით. აქსიოს. აზრისათვის გადმოგვცემთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც იქნება ჩვენი მხარეს. თქვენო უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქო, ჩვენო დიდო მეუფე და მამა ილია, ჩემო ქრისტეს მიერო დებო ძმებო, დღეს ასურელებისა და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის უდიდესი დღესასწაულის 13 ასურელი წმინდა მამის ხსენების დღეს სურს განსაკუთრებული მღელვარებით მოგეფეროთ ყოველ თქვენთაგანს, მოგილოცოთ და გავიხაროთ თქვენთან ერთად. ჩვენი ღირსი მამების ლოცვებმა ერთად შევკრიფა. დღეს გვაქვს შესაძლებლობა ვადიდოთ ღმერთი, უფლისა და ჩვენს მშობლიურ ენაზე. ვიყოთ ერთად ჭირსა და ლხინში, როგორც ჩვენი ღირსი ასურელი მამები, რომელთაც წრფელი სიყვარულით ჰქონდათ გულში, იყვნენ ერთსულოვანი და თავიანთი საქმეებით განადიდებდნენ ღმერთს. ჩვენც მივბაძავთ მათ. მაგალითს და თითოეული ჩვენთაგანი ჩვენს წილად ვაამებთ ღმერთს. ჩვენ ვიცით, რომ ქრისტეს გზა ვიწროა და ეკლიანი, მაგრამ ნუ შევშინდებით, რადგან ძალა ღვთისა ადამიანის უძლურებაში ვლინდება და ზუსტად ეს გვანუგვეშებს ჩვენს. ჩვენმა პატარა ერმა თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე აჩვენა ქრისტეს მიბაძვის უთვალავი მაგალითი ამ ხსარებლობაში, მიუხედავად სიძნელეებისა და მოწამეობრივი ცხოვრებისა და არ დაბნეულა, არ განდგომია რწმენას და დღეს კვლავ მოწოდებულნი ვართ. დაუმტკიცოთ ჩვენი ერთგულება ჩვენ ეკლესიას. მე ძალიან მადლიერი ვარ თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ თქვენი და ღმერთის, რადგან მე მომიწოდეთ ჩემს ერს ვემსახურო. ეს უდიდესი პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. ის რაც თქვენ გააკეთეთ ჩვენთვის ეს არის ისტორიული მოვლენა, რადგან თქვენ სწორედ ბრძანეთ. ასეულობით წლობით ასურელებს არ ყავდათ თავისი ეროვნებით მღვდელმსახური და წირვა-ლოცვა არ აღევლინებოდა ასურულ ენაზე. და როგორც პავლე მოციქულმა ბრძანა, რომ ყოველი ერი თავის ენაზე უნდა ადიდოს უფალი, ზუსტად თქვენი წყალობით მოგვეცა იმის საშუალება, რომ დღეს ჩვენს ენაზე ვადიდებთ უფალს და ამით ძალიან დიდი მადლიერები და ძალიან დიდი მადლობლები ვართ. ჩვენ გვინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვიყვარხართ თქვენ. ჩვენ ვართ თქვენი ერთგული სულიერი შვილები. დიდი მადლობა თქვენ უწმინდესობა, ყველაფრისათვის დაგლოცეთ და გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის დღეს ჩვენი ასურელი ძმების და დების უდიდესი დღესასწაული არის. ჩემის აზრით საქართველოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, იმიტომ რომ 12 ასურელმა მამამ შემოიტანა ფაქტურად და დაამკვიდრა ჩვენთან ქრისტიანობა. მე მიხარია, რომ პირადად ძალიან თბილი მეგობრული ურთიერთობა მაქვს
არქიმანდრით სერაფიმესთან, რომელიც ჩვენი ახლო მეგობარია და დღეს ვიმყოფებით აქ, რომ გავიზიაროთ ეს სიხარული. დიდესი ისტორია აქვს საქართველოს და ასურელების ურთიერთობას. 13 ასურელი მამამის ნათელი მაგალითია და ამის ნათელი მაგალითია დღევანდელი დღეც, რომელიც არის იმ დიდი წმინდანების ხსენების დღე, რომელმაც საქართველოში სამნავტო ცხოვრებას ჩაუყარეს საფუძველი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს მხარდაჭერა ჩვენი მოწინააღმდეგეების, რომელმაც საუკუნეზე მეტი ხნის წინ პოვეს საქართველოში ნავსაყუდელი, საქართველოში თავის შესაფარი და დღეს როცა მათ თანამოძმეებს და ჩვენს თანამოძმეებს ამავე დროს დევნიან სირიისა თუ ერაყის ტერიტორიაზე. მინდა თითოეულ ქრისტიანს, თითოეულ ქართველს და განსაკუთრებით ასურელ ქრისტიანებს მიულოცო დღევანდელი დღე უსურვო მშვიდობა, წარმატება, მათ განსაკუთრებით დღეს ჭირდებათ ჩვენი თანადგომა და ჩვენ რა თქმა უნდა ვართ ერთი ერის, ერთი ქვეყნის და ერთად მშვიდობის მაძიებელნი და აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ქვეყანაზე და ჩვენი ხმაც გავაღოთ მთელ მსოფლიოს, რომ უარი უთხრათ ძალადობას და თანაუგრძნოთ დღეს ჩვენს ასურელ ძმებს. ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, რომ დღეს ჩვენთან სოფელში მობრძანდა უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. ეს იყო ჩვენთვის მხარდაჭერა, ეს იყო ჩვენთვის ნუგეში, ეს იყო ჩვენთვის დიდი სიხარული, რომელიც არ ვიცი როგორ აგიხსენოთ, ესენით აუხსნელია. დღეს მისი ჩამობრძანებით ჩვენ ასურელები გავიხარეთ.